სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატურთას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და ძალიან, რა ვიცი, სასიამოვნო ესეთი პასუხი, ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ეს და ლაპარაკი არის ქრისტიანი, ნამდვილი ქრისტიანი დაკარგავს თუ არა თავის ხსნას. როცა შენ ქრისტიანი გახდები, შეიძლება რომ შენ დაკარგო ეს ხსნა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და ძალიან ბევრს აინტერესებს. ამიტომ თუ ჩვენ კარგად მოვისმენთ ამას, ხო, რაზეა საუბარი და ბიბლიურ მუხლებსაც მოვიშველებთ, მე უფრო გამყარდება და ჩვენში სიმშვიდე შემოვა. და ეს სიმშვიდე მე, როდესაც მოვისმინე ეს არგუმენტები და ეს იყო ძალიან დამეხმარა ჯონ მაკარტური ამაში, რობერტ სპროული, უორენ ვირსბი, ვინც აი ამასზე კარგად გამოკვლეული ეს საკითხი. და უნდა ჩვენ ვიცოდეთ რაზეა საუბარი თუ შენ ნამდვილი ქრისტიანი ხარ და გაქვს ეს ნიშნები ნამდვილი ქრისტიანისა რომელსაც უყვარს ღმერთი რომელსაც ზულს სოდვა და ისწრაფვის აქეთკენ ხო არ შეიძლება ესეთმა ადამიანმა დაკარგოს ხსნა აი არ შეიძლება და როცა არის მაგალითად ადამიანი რომელიც ხო გითხარით სიტყვიერად ამბობს ქრისტიანე და მისი ცხოვრება არანაირად არ შეესაბამება ამას და მარტო სურვილის დონეზე აქვს მას მაგრამ არანაირი ძალისხმევას არ იჩენს მისი ცხოვრება არ სწორდება არ ისწრაფის სიწმინდისაკენ ბუნებრივია ესეთი ადამიანი განა ის რომ ეს ქრისტიანი არა ეს ქრისტიანი არ არის აქედან გამომდინარე როცა ესეთი ადამიანი დაკარგავს ხსნას შენ არ უნდა თქვა რომ ქრისტიანი იყო და დაკარგა და ადრე მახსოვს ესეთი ტერმინიც გამოიყენა ჯონმა რომ ვიღაცა დეიდა ვასასი მე ვასას ვიტყვი სხვა სახელი მოიხსენია რომ თითქოს და ეკლესიაში მთელი ცხოვრება დადიოდა და იმან დაკარგა ხსნა ეს არ ნიშნავს არანაირად ახლა მთელი 2 მილიარდ ნახევარია ქრისტიანები რომელსაც უწოდებენ თავიანთ თავს ქრისტიანებს გადახედეთ საქართველოში რა ხდება ხო რა ვიცი სიმღერები კნავილი და რა ამბავი არის ხო სანახაობის დონეზე რომ მივიდეს თვალი უცებ საზღვარგარეთიდან სადაც ეკლესიაში ხალხი არ დადის და უცებ ნახოს და ცეცხლის გადმოსვლა ეს გადმოხსნა რა ვიცი თეატრალები და ისინი თქვან ვიღაცა რომ აი მე რა მაგარი ქრისტიანი ერია აი სომხები არიან პროცენტულად ყველაზე მეტი და ბერძნები თვითონ ჩემულობენ ხო როცა შეავსებენ ანკეტებს რომ ყველა ქრისტიანია და სიტყვა ქრისტიანს ხმარობენ ეს შეიძლება იგულისხმოთ რომ ქრისტიანია არანაირად ხო ამიტომ ჭეშმარიტი ქრისტიანი არ დაკარგავს ხსნას всё დიდი წერტილი ჭეშმარიტი ქრისტიანი და აი მოვუსმინოთ ახლა ისაც აწუხებს ეს და ამაზე არაერთხელ გაეცა პასუხი მაგრამ მე არასდროს არ დავიღლები რომ კიდევ და როცა Google-ში ვიღაცა მოძებნის ხო რომ ამოვარდეს 3 და 4 წყარო ამისი რომ ადამიანებმა გაიგონ თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი ქრისტიანი რომ ნამდვილი ქრისტიანი მე აღარ დაკარგავს ხსნას გარანტირებული აქვს მას უკვე დაცული არის ის ღმერთისგან და ამას ამბობს ხო პავლეს წერილები და აქ მოცემული იქნება ყველა რომ ვერაფერი ჩამოგვაშორებს ჩვენ ქრისტეს სიყვარულს ვერაფერი თვით სიკვდილიც კი ვერ ჩამოგვაშორებს არათუ სატანა ხო სიკვდილი რომელიც გარდაუვალია ასე რომ ეს უნდა წამდეს ქრისტიანს და ამ იმედით იყოს მაგრამ ეს არ ნიშნავს ხელდაკრეფილი ვიყოთ ჩვენ და ქრისტე გადაგვარჩენს და ჩვენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ ხო არა შენ უნდა ესწრაფო ამისაკენ ჯერ ეგერთი მის სიტყვასთან ყოველდღიურად უნდა ქონდეს ურთიერთობა მე ეს სიტყვა შენში აღძრავს წყურვილ სიწმინდისაკენ და აქეთკენ მიისწრაფი შენ მიხედავ იმისა რომ შეიძლება სრულყოფილი არ ახარ არის საკითხები ხო და შეიძლება ადამიანი იყოს მაგალითად ძალიან სრულყოფილი ადრეც ავთქვი 1000% სრულყოფილი რაღაც საკითხებში მაგრამ 1%-ში ის ხო ძალიან სუსტი იყოს და არავლენეს ეს არ ნიშნავს რომ ის დაკარგავს ხსნას ხო მაგრამ საჭიროა რომ იმ ადამიანმა თუ მითითება აქვს თუ ღმერთმა დაანახა და რომ იმუშაოს ამ საკითხს რომ ისიც სრულყოფილი გახადოს და არ იგნორება არ გაუკეთოს თვითონ და შენი კარგი თვისებები იმას გადაფარავს იმ ცუდ თვისებას ეს არანაირად სწორი არ არის ხო მოდით აი მოусვინოთ რასამოს ქალბატონი ხო და ჯონ მაკარტური აფრთხილებს რომ მალე დამთავრდება ვიზი აქ საუბარი სათაური ესე დავასათაური ვიზი აქ საუბარი მათეს სახარები და მთლიანად წავიკითხავ იმ ადგილს მე სადაც საუბარია ხოლო სამეფოს ზენი გადაიყრებიან გარესკნელის სიმნელში სადაც იქნება კბილების რჭენა ეს არის მეთეს მერვე თავის მე-12 მუხლი მოყავს მას და მე მთლიანად წავიკითხავ მაგას როდესაც ჩვენ მივადგებით ესე იქ ლაპარაკი არის რომ ხოლო სამეფოს ზენი გადაიყრებიან გარესკნელის სიმნელში და იქ იქნება ტირილი და კბილთა ხრჭენა
და ლაპარაკია ვინ არიან ეს სამეფოს ძენიო და შეიძლება თუ არა დაკარგო და აი ნახოთ ჯანი როგორ გაცებს ამაზე პასუხს. ფიქრობ მე რომ ეხლა ნელ-ნელა უნდა დავასრულოთ, სიმართლეა რომ თავს ცუდად გძნობ რომ ყველამ ვერ მოასწარით კითხვების დასვა, მაგრამ მე ვთხოვ ეხლა ლენს, დიქს და სტენსაც სამი კაცი დგას და აკონტროლებენ ამ კორიდორებს, კიბეებს, სადაც მიკროფონები დგას, რომ აი ამ ქალბატონის უკან ყველას თხოვენ რომ უკვე დაჯდნენ და თქვენ შეარჩიეთ, შეეცადეთ ვინც დგანან მიკროფონებთან კარგი კითხვები, რომელიც საინტერესო კითხვებია და დანარჩენი ჩვენ უნდა შემოვინახოთ შემდეგი ჯერისთვის. დიახ, ქალბატონო, გისმენთ. უკაცრავად მე შორს ვერ ვხედავ და გთხოვთ რომ ახლოს გადმოხვიდეთ. დაიწყეთ. დიახ, სალამი ჯონ, მოგესალმებით. მე მაქვს კითხვა მათეს სახარების მერვე თავიდან, სადაც წერია სამეფოს ძენი გარესკნელი სიმნელეში იქნება გადაყრილი, სადაც ტირილი და კბილის ხრჭენაა. მე წავიკითხავ მთლიანად თუ სად არის ეს ნაწილი და რაზე საუბრობს აქ. მთიდან ჩამომავალს დიდძალი ხალხი მიყვებოდა უკან. აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანისსა და უთხრა: უფალო, თუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმენდა. გაიწოდა ხელი იესომ, შეეხო მას და თქვა: მინდა განიწმინდე. მყისვე განიწმინდა იგი კეთრისაგან. უთხრა მას იესომ: იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, მოსე რომ დაადგინა მათთა დასამოწმებლად. კაპერნაუმში რომ შევიდა, მიუახლოვდა ასისთავი და შეევედრა. უთხრა: უფალო, სახლში მსახური მიწევს და ვრდომილი და სასტიკად იტანჯება. იესომ მიუგო: მოვალ და განკურნავ. ასისთავმა კი პასუხად უთხრა: უფალო, არა ვარ იმის ღირსი რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ ყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით ჯარისკაცები მყვანან. ერთს ვეუბნები წადი მეთქი და მიდის, სხვა მოდი მეთქი და მოდის. ჩემს მონას ეს გააკეთე მეთქი და აკეთებს. ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა მათ: უკან რომ მიყვებოდნენ. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ისრაელშიც ვერ პოვე ასეთი რწმენა. აი ბუნებრივია, ნახეთ, ლაპარაკია ისრაელშიც ვერ იპოვა ასეთი რწმენა. ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და დასხდებიან ა ブラ ამთან, ისააკთან და იაკობთან ცათა სამეფოში. ხოლო სამეფოს ძენი გადაიყრებიან გარესკნელი სიმნელეში, იქ იქნება ტირილი და კბილთა ხრჭენა. უთხრა იესომ ასისთავს: წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს და მაშინვე განიკურნა მისი სახური და მერე მიდიან პეტრეს სიდეთთან, იქ განკურნავს იესო, მოკლედ ეს არის. და აქ აინტერესებს ვიზია აქ საუბარი. და ქალბატონი აგრძელებს: მე მოვდივარ იმ ორგანიზაციიდან, სადაც ისინი ასწავლიდნენ და ისინი ასწავლიდნენ, რომ აქ ნაგულისხმებია ხელახლა დაბადებული ქრისტიანები, რომლებმაც არ იცხოვრეს წმინდა ღვთისმოსავი ქრისტიანული ცხოვრებით და შეიძლება დაკარგონ ცათასასუფეველი და აღმოჩნდნენ იმ ჯოჯოხეთში და გარესკნელში სიბნელეში. თქვენ გჯერათ ამისი, რომ ყველა ქრისტიანი შევა ცათასასუფეველში, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი? რა არის ჯონ თქვენი აზრი? და ჯონ მაკარტური პასუხობს: პირველ რიგში, მე არ მჯერა ასეთი რამის, რომ ქრისტიანები აღმოჩნდებიან ცათასასუფევლიდან, სამეფოდან, სამოთხედან გაძევებული და იქნებიან გაგზავნილი, სადაც არის ტირილი და კბილთა ხრჭენა, ანუ ჯოჯოხეთში. იესომ თქვა და მე ვიმეორებ იესოს სიტყვებს. ეს არის იოანეს მე-6 თავი, მე მთლიანად მოვიყვავ იმ ადგილს. 35 მუხრიდან უთხრა მათ იესომ: მე ვარ სიცოცხლის პური, ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასდროს მოსწყურდება. მაგრამ ხომ გითხარით, კიდეც მიხილავთ, მაგრამ არ მირწმუნებთ. ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ნახეთ აქ ლაპარაკია ყველაფერი, მარტო ყველაზე კი არა, ყველაფერი. ეს თარგმანში რო იყო მოწოდებული ეს ჯონმა რომ მოიტანა, ხო? მე მაინტერესებდა სწორი იყო ყველაფერი თუ ყველა. ესე იგი ყველაფერი, ესე იგი თელ სამყაროსია ლაპარაკი. რასაც მამა მაძლევს, შენთან მოვა, ხოლო ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ, რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვიც მე მომავლინა. ხოლო ჩემი მოვლინებელის ნება ის არის, რომ რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს. ჩემი მამის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. ხედავთ, რას ამბობს იესო? აგრძელებს ჯონ მაკარტური: არც ერთი მათგანი არ დაიკარგება. ვიმეორებ, არც ერთი მათგანი.
გახსოვთ პავლე მოციქული რას ამბობს სულიწმიდით. დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ის ვინც თქვენში კეთილი საქმე დაიწყო, აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე. და ასევე ამბობს პავლე, რაგან გაშორებთ ღვთის სიყვარულისაგან, ვერაფერი, სიცოცხლე, სიკვდილი, მთავრობები, ხელმწიფები, არაფერი. ეს არის რომაელთა წერილის მერვე თავი. რას ამბობს ის? ვერაფერი ვერ გაგვანშორებს. და თქვენ გადარჩენილები ხართ, რადგან მასში ხართ არჩეული სამყაროს შექმნამდე, რათა გახდეთ იესო ქრისტეს მსგავსნი. ანუ ეს არ შეწყდება, ვერავინ ხელს ამას ვერ შეუშლის. ახლა თქვენ, ნახეთ, არ შეგიძლიათ რომ დაკარგოთ თქვენი ხსნა. ეს სრულად ნათელია წმინდა წერილში. მეორე პუნქტი, ქრისტიანი ბუნებით, სურვილით წმინდა ცხოვრებისაკენ ისწრაფვის. ეს რა თქმა უნდა არ არის მისი ცხოვრების სრულყოფილება, მაგრამ ეს არის მისი მიმართულება, გეზი, მიზანი, მისი კომპასი მიმართული აქეთკენ. ასე რომ თუ ქრისტიანი, ჭეშმარიტი ქრისტიანზე ლაპარაკი, არ აირჩევს და არ ისწრაფვის ასეთი ცხოვრებისაკენ, ის არ არის და არ შეიძლება რომ ჩაითვალოს ჭეშმარიტ ქრისტიანად. გასაგებია? იმიტომ რომ ჭეშმარიტ ქრისტიანს უყვარს ღმერთი, ზულს ცოდვა და ის მას სურს მორჩილება. ახლა მართალია რომ მას ჯერ კიდევ ისე არ უყვარს ღმერთი როგორც სრულად უნდა უყვარდეს, არ ზულს ცოდვა ისე როგორც უნდა ზულდეს, არ ემორჩილება მამას ისე ხშირად როგორც უნდა იყოს, მაგრამ ეს არის მისი გულის და მისი სულის სურვილი, მისი გონების მდგომარეობა. თუ ჭეშმარიტად გადარჩენილი ხართ, თქვენ აუცილებლად ჭეშმარიტებისაკენ ისწრაფით, ღვთის საქმეებისაკენ ისწრაფით და ხსნას ესეთები არ დაკარგავენ. გასაგებია? და კითხვის ავტორი, ჯონ, ვინ არიან საბოლოოდ სამეფოს ძენი? მე რაც მაინტერესებდა ამასთან ერთად, მათეს სახარების 8:12-დან. ვიზი აქ საუბარი? და ჯონ მაკარტური პასუხობს, ებრაელები, რომლებსაც დაბადებიდან ჰქონდათ ყველა ეს უფლება ისრაელის ხაში, რომ მემკვიდრეობით მიიღოთ ისრაელისთვის აღთქმული სამეფო, მაგრამ ისინი განდევნილი იქნენ სამეფოდან, რომელიც მათი მემკვიდრეობა და პირშობა იყო, რადგან უარყვეს ღმერთის მიერ გამოგზავნილი მესია იესო ქრისტე. მათ უარყვეს ქრისტე. გასაგებია? დიახ, გმადლობთ არაფრის. და გადავალთ ჩვენ შემდეგ კითხვაზე.